მოტივაციას გარეთ ვერ იპოვი. მოტივაცია მარტო მაშინ ჩნდება, როცა რეალურად გაიგებ რა გინდა. წლების განმავლობაში მეგონა რომ ვიყავი ზარმაცი, მაგრამ რეალურად უბრალოდ მართლა არ ვიცოდი რა მინდოდა რომ მეკეთებინა. ჩემს დროს და ენერგიას ვხარჯავდი იმ სურვილებზე, რომლებიც გარემომ ჩამინერგა და რეალურად ვერც ვარჩევდი რა იყო ჩემი სურვილი, რა იყო გარემოს ჩანერგილი სურვილი, აი სრული განურჩევლობა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი მათემატიკას და ყველას ჩემს გარშემო მქონდა იმის მოლოდინი, რომ რაღაცა ძალიან ტექნიკურს გავყვებოდი. და ანუ იმდენად ძლიერი სიგნალები მოდიოდა გარემოდან ამასთან დაკავშირებით, რომ მე თვითონაც ძალიან მყარად მსჯეროდა, რომ მართლა ეგ მინდოდა. აქ საინტერესო ის არის, რომ რეალურად ეს გარემოს ბრალიც არ არის. ანუ ეს არის სრულად ჩემი პერცეფცია თუ რას ვხედავდი და როგორ ვაინტერპრეტირებდი იმას, რაც იმ სიგნალებს, რაც გარემოდან შემომდიოდა. მოკლედ, ამას დავარქმევდი ჩანერგილ მოტივაციას. ანუ სურვილები, რომლებიც შიგნიდან კი არ მოდის, არამედ გარემოს სიგნალებიდან ღვივდება ჩვენს ტვინში. როდესაც ამ ხაფანგში ვებმევით, ზუსტად მაშინ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში ესეთი პრობლემა, რომელიც არის სიზარმაცე. იმიტომ რომ ჩვენს დროს და ენერგიას ვახარჯავთ ამ გარემოდან ჩანერგილ სურვილებს და გვეზარება ამ რაღაცების კეთება, იმიტომ რომ რეალურად არ გვინდა ამ რაღაცების კეთება. ამ დროს მოტივაცია ვერანაირად ვერ გაჩნდება, იმიტომ რომ მოტივაცია არ არის ისეთი რაღაცა, რაც გარემოდან შეგვიძლია მივიღოთ. მოტივაცია აუცილებლად უნდა მოდიოდეს შიგნიდან. აი დაფიქრდით უბრალოდ, თუ გჭირდებათ, რომ თავს ძალა დაატანოთ, რომ გააკეთოთ ის, რის გაკეთებაც გინდათ. არა მგონია. მოკლედ, მოტივაციის პრობლემა არ არის მოტივაციის პრობლემა. მოტივაციის პრობლემა არის იმისი არ ცოდნა, თუ ვინ ვარ, რა მინდა და ეს ძირეული პრობლემა როგორც კი გადაიჭრება, მოტივაციის პრობლემაც ავტომატურად იმ წამსვე მოგვარდება.